ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება სასამართლოში. უკვე დეკემბერში მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს ხელისუფლების პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ახალგაზრდის საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდამ მიზანმიმართულად პირველივე დღიდან მტრის ხატად ამოარჩია. ხელისუფლება ლაზარეს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ახლა პრეზიდენტზე ზეწოლით აგრძელებს და ზურაბიშვილს მოუწოდებს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში არ გამოიყენოს შეწყალების ინსტრუმენტი. მარტის აქციების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები კი ხელისუფლებას აფრთხილებენ შეწყვიტოს ლაზარეს პოლიტიკური დევნა, დაასრულოს ზეწოლა პრეზიდენტზე და იმავდროულად მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, თუ კი ამისი საჭიროება იქნება, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი. ნინო ჟიჟიაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი გვეტყვის, რას პასუხობენ მარტის აქციის მონაწილეები ხელისუფლების ზეწოლას. მიშა, ჩვენ ვესაუბრეთ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც 8-9 მარტის აქციებზე ასევე იდგნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. მათი პოზიცია სრულ თანხვედრაშია ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის პოზიციასთან. ეს ადამიანები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი ქმედება არის პირდაპირი წინასწარი ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი და აქვე ჩნდება დამატებითი კითხვის ნიშანი, როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ასევე უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, რადგან განხილვა არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია მოუწევს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება და წინასწარ იმაზე საუბარი, რომ მან 21 წლის ახალგაზრდა არ უნდა შეიწყალოს, არის ერთგვარი დაანონსება იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო აუცილებლად გამოიტანს ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მისი აზრი 8-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა თანხვედრაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების აზრთან. მან არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქციაზე იდგნენ და მან ასევე თქვა, რომ ის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მიიღო, არის სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურება და მათი ღვაწლი ამაში არის ძალიან დიდი. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტებს გაუჩნდათ მოლოდინი და მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მან ეს პოზიცია უკვე გადაიყვანოს ქმედებაში და იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა დადგება, მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი. ლაზარე იბრძოდა იდეისთვის, რომელიცთვისაც ის ზის დღეს ციხეში და ძალიან არასასიამოვნოა. გუშინდელი განცხადებისგან დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღარ იცის რა გააკეთოს და არ იცის რა გააკეთოს, იმიტომ რომ პირდაპირ დავალება ღარიბაშვილისგან, რომ ეს ახალგაზრდა დასაჯოს და ახალგაზრდება უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ლაზარეს დაჟით შეიძლება ხვალ შემდეგ იყოს ის, ვინც სიტყვაზე წაიკითხავს იმ ტექსტის შემცველ შინაარს, რომელიც იქ იყო სალომე, ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს ესეთი ახალგაზრდა, მით უმეტეს, როცა, რა ვიცი, ანუ საბოლოო ჯოხი მაინც ლაზარეზე გადატყდა და დღესაც ის სისტემის მსხვერპლია. სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში გაადგა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ანუ რეალურ დროში, მაშინ როდესაც საჭირო იყო, გადადგა სწორი ნაბიჯები, მათ შორის ნიკა გვარამიას შეწყალება. და მისგან ბუნებრივია არის მოლოდინი, რომ ის გადადგას კიდევ ერთ გონივრულ ნაბიჯს, რომელიც კიდევ იმეორებს შერჩევითი სამართალი და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, სასამართლოზე ასეთი გავლენა, სასამართლოს განაჩენის წინასწარ გამოცხადება პარტიის მიერ თუ რა ვიცი პოლიციელების მიერ, როგორც არ უნდა გააფორმოს დღეს სისტემამ, ეს არის სისტემის მიერ გაკეთებული წერილი და ასია სამწუხარო დღეს საქართველოში ჯერჯერობით, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აქ მთავარი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილისგან მოლოდინი არსებობს კიდევ ერთი გონივრული გაწყვეტილების. პირველივე დღიდან, როდესაც ლაზარე აარჩიეს როგორც ეს ვთქვათ იდეალური დამნაშავე მათთვის და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირმა ყველა დონის დაიწყო მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციის ცდილობა, მისი გვარის და მისი განსხვავებული ვიზუალის გამო, ხორაც იკითხებოდა მათ მესიჯებში, ამან უკვე ცხადყო და ნათელი მოფინა იმას, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი და ის იყო უბრალოდ არჩეული, ეს ვთქვათ სხვერპლი, რომ სხვებისთვის ყოფილიყო სიგნალი, რომ თუ თქვენ ხისტ პროტესტს მიმართავთ, ახალგაზრდები თუ კიდე გამოყვართ გადათ, აუცილებლად დაიშებით. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში უკვე უნდა დასრულდეს. ოჯახის გაცხადებული პოზიციაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში ისინი აუცილებლად მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით და ამ შემთხვევაში ჯერი უკვე სალომე ზურაბიშვილზე დადგება და მისი გადასაწყვეტი იქნება დატოვებს თუ არა 21 წლის ახალგაზრდას პატიმრობაში.